რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს? პირველ რიგში ქალი უნდა იყოს მზად ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ხშირად პირველი სქესობრივი აქტის დროს არის ტკივილი და დისკომფორტი, რომელიც არის დაკავშირებული საქალწულე აპკის დარღვევასთან. ძლიერი ტკივილი არ არის ნორმა და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ლუბრიკანტების, ანუ დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას. თუ პირველი სქესობრივი აქტის მცდელობისას დაგიწყოთ ძლიერი ტკივილი, დაგეუკლათ შიში, შფოთვა და პანიკა, ჯობს გადადოთ ეს მომენტი, რომ მომავალში არ განვითარდეს ვაგინიზმი, სექსუალური ცხოვრების შეუძლებლობა, რაც უფრო რთული დასაწყებია. და მეორე, ყველაზე მარტივი რჩევა, სასურველია, რომ ორივე პარტნიორმა სქესობრივი აქტის წინ ჩაიტაროს პირადი ინტიმური ჰიგიენა და გამოიყენეთ კონტრაცეპტივი, რაც დაგიწევთ არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.